სამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ვისაც გაინტერესებდათ ჩემს YouTube-ის არხზე, ალბათ ყველამ ნახეთ, თბილისის დროით 13 საათზე იყო გქონდა ტრანსლაცია ბატონ დიტო ჩუბინიძესთან ერთად შეპირებული ლაივი, რომელიც თავისთავად ეძღვნებოდა გაურკვეველ ხაზგასმით ვამბობ, რომ მკითხო ამათ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის ისტორიას, რომლის უკანასკნელი ინტერვიუ დღეს იქნა გამოსული ასავალ-დასავალის ნომერში, უკანასკნელი ინტერვიუ. და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა გაუმყარდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი არის მოკლული. იმიტომ რომ ბატონმა დიტომ იქ ისეთ დეტალებზე ისაუბრა მისი გარდაცვალების მომენტის დროს და მისი მეუღლის მიერ განხორციელებულ ზარზე, ვითარების აღწერაზე, გამორიცხულია, რომ ადამიანს უბრალოდ ეჭვი არ გაგიჩნდეს. აი ეჭვი კი არა, ესაა, რა ვიცი, თავიდან ბოლომდე. და მე მინდა ახლა მივმართო, აი ხშირად მეუბნებიან თურმე ესა რა ქვია, რატო ლანძღავ, ამას რატო ლანძღავ, ამ ეროვნულებს რატო ლანძღავ. ბიჭო, ახლა მინდა მოგმართოთ, თავ რო გკითხოთ კაცმა, რომ ეროვნულებად რომ მიგაჩნიათ თავი რა. ხო, აი ეს კონსერვატორებით დაწყებული და იქ დამთავრებული გაგრძელებული სხვა ვიღაცა იმგენით კიდე რა ქვია. პორტო ბლოგერებით თუ ასე შემდეგ. ბიჭო, უკვე მესამე დღეა ადამიანი გარდაცვლილია. ადამიანი, რომელიც დავით გარეჯგან, თან ოპოზიციონერები რო ხართ და ეროვნულები რო ხართ რა. მესამე დღეა ადამიანი გარდაცვლილია. თუ თქვენ ხელისუფლების გამправებელი და ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული ძალა არ ახართ. რატო ერთ განცხადებას არ აკეთებთ ამ უბედურებასთან დაკავშირებით? რატო გინდა ეს ბლოგერები იყოთ, გინდა ეს რა ქვია, ეს ალტინფოს გაერთიანება იყოთ, გინდა ეს რა ქვია, რა ვიცი კიდე ვის მიგაჩნიათ, თავი რო გკითხოთ ხალხმა, ეროვნულებად მიგაჩნიათ და პოლიტიკოსებად და ოპოზიციონერებად და მე რო გწინთ, რომ რატო გეუბნებიან თურმე რომ ხელისუფლების ისა რატო ხარ. რატო ერთ სიტყვას არ ამბობ? არა, რა თქმა უნდა, არხებს არც ერთს არ უთქვია. არც ერთ არხებს ეს არ განუცხადებია. არც ერთ ეროვნული მაუწყებელი, რასაც ქვია ტელევიზიები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, არც ერთ ტელევიზიას არ განუცხადებია. აი ამიტომ ხართ ბიჭო თქვენ სულ ყველა ირგვლივ ხელისუფლების დანამატი და გამправებელი ხალხი. და ამიტომ წინთ მერე, როდესაც გეუბნებიან სიმართლეს. რომ თქვენ ხართ აი ეს ადამიანები სინამდვილეში, რომ თამაშობთ ეროვნულების როლს და საქმეზე რომ იდგება ადამიანი მკვდარია, მოკლეს. მკვდარია კაცი. მეტი ფაქტი რა გაგინდათ ბიჭო? სიკვდილით მანიპულირება არავის არ შეუძლია. და სიტყვას არ ამბობთ არავინ. თქვენი ბლოგერებიან, საინფორმაციო სამსახურიან, პოლიტიკოსებიან, იმიანად ამიანად. ვინმეს არ ეგონოს მარტო მე ალტინფოზე და კონსერვატორები დიდი ხანია დაუმთავრე ლაპარაკი, არც მაგ არანაირი სურვილი მოbrunდა, მაგრამ კაცია მკვდარი. მკვდარია კაცი. სამძიმარი მაინც გამოხატეთ. და რო კითხოთ ხალხმა, თქვენ მორწმუნე ხალხი ხართ და ღმერთი გწამთ. და მძიმე მარხვის პერიოდში სასულიერო პირი იყო ასევე ეს ადამიანი. და ესეც ეკლესიის წიაღიდან მოდის. ეკლესიის მღვდლებიდან და მრევლიდან არა არანაირი ისა რა ქვია, არცალიათ ძმაო ახლა ალბათ იმათ რა ქვია ჯაღმაიძეს და მის ყანდურებს. არცალიათ ეთყობა ამ ყველაფრისთვის და ემათ არიან რა ქვია, ლოცვაში არიან ალბათ წასულები და ლოცვაშიც ვერ იხსენიებენ და ვერ ამბობენ ლაზარე ჯორბენაძეზე ვერაფერს, არის სასულიერო პირი იყო.
ამ გაოხრებულ და გათახსირებულ ბიონაგავ აი ოპოზიციაზე საერთოდ არანაირი სარამ მაქვს ერთადერთი ვისაც უხსენებია ეს ყველაფერი ეს რა ქვია ეს მაჭავარიანიშვილი რო არის დარბიანის სართულიო რაღაც ის რო აქვს იმათმაც გაკვირით ახსენის ნუ რა თქმა უნდა ახლა ისინი თავის ინტერესი აქვს მაგრამ ახსენის ყოველ შემთხვევაში ბიჭო ციცილა ხო არ მომკვდარა ადამიანი მოკვდა რომელი ადამიანიც პირდაპირ ხელს ადებდა პრემიერ-მინისტრს რომ მან გაყიდა თხასავით დავით გარეჯი და ორი თვის თავზე მისი განცხადებებიდან და მისი პუბლიკაციებიდან და იქმნება ლეგენდა რომ ეს ადამიანი თურმე არ იყო საღაზროვნებაზე რომ თურმე ამ ადამიანს ადეკვატურობა დაკარგული ქონდა და რომ თურმე მოიკლა თავი ახლა სხვაგან რა უნდა დაიწყო ახლა დიტო ჩუბინიძემ რაც თქვა ჩემს ეთერში მე კაცი პირდაპირ ელაპარაკა მის რა ვიცი მეუღლე ყოფილა და მე გვერდით ოთახში ვიყავიო თავი ჩამოიხრჩოო და ესო რა ქვიაო არ იყო ბოლო დროსო კარგად ახლა ეს ადამიანი ან შეშინებულია იმიტომ რომ ოჯახის წევრი როდესაც მოუგდება ადამიანს ხო ცოტა სხვანაირად მოქმედებს ნუ არ მინდა მე ამას იმედია ოდესმე გამოძიების სტრუქტურა ამ ყველაფრით დაინტერესდება და ამ ყველაფერს გაარკვევს რომ იმ ადამიანს 60 ადგილზე აქვს დანარეკი და 60 ადგილზე სხვადასხვანაირად ნასაუბრები არ ვიცი შეიძლება იარაღი ედო თავზე და ისე ლაპარაკებდნენ არ ვიცი და რაც შეეხება ხელისუფლებას თუ ეს ხელისუფლების მოკლული არა ეს ადამიანი რაშიც მე ეჭვი მეპარება რომ მაგათი ხელი არ ურევია ამ სიბინძურეში ძალიან ეჭვი მეპარება იმიტომ რომ ჩვენი უშიშროების სამსახურები ეგრეთ წოდებული და ეს სუსი და ეს აყაროლებული ხალხია თავისი აყაროლებული ეს ქოცების ბერიათი ისინი ყველა აბსოლუტურად ყველა ბინძურ საქმეზე წავლიან და აბსოლუტურად ყველა ბინძური საქმის გამთეთრებლები იქნებიან აი ეს ნეოფაშისტური ჯგუფების ჩამოყალიბებით საკუთარ ხალხზე მოსევით და ასე შემდეგ რომელიც იყო გასული და თურმე რომელზეც უშიშროება პროკურატურა გამოძიება სასამართლო პასუხისმგებელი არა რაც ნახეთ თქვენ აგერ გიგა ავალიანის ამბავთან დაკავშირებით უბრალოდ დღეს ჩამოვიდა ბაქოს ხანი და დახვდნენ ესენი ვასლები და იქნა დიდი ძრომიალია ერთმანეთში და არც ალიათ ახლა ამ ყველაფერთან მიმართებაში ეთყობა ძღვენი დაახვედრეს აქ რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით დავით გარეჯთან დაკავშირებით ვინც ხმას იღებდა ჩემო დიდო სულთან აი აგერ უკვე მოკალით ის ვიღაცა ეს სირი ხო ყველა ეს სირები სადიგოვზე ყვირიან ვიღაც აზერბაიჯანის სირ მოქალაქეზე აგროექტო რომ გაადეპორტეს მაგით საჩუქრად გაუკეთეს იმას რა ქვია თუმცა ის საერთოდ არ იყო ქვეყანაში დიდი ხნის გასაჩერებელი ამდენი ხანი გასაჩერებელი მაგრამ აი ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთეს ესე რა ქვია ძღვენი მიართვეს ხო და ამას აკეთებს ხელისუფლება და ამას აკეთებს პირადად ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ გამეცით ვინმე პასუხი რა თანამდებობა უკავია სახელმწიფო რა თანამდებობა უკავია ბიძინა ივანაშვილს რა თანამდებობა უკავია მინისტრია პრემიერ-მინისტრია ეს რა ქვია პრეზიდენტია პარლამენტის თავმჯდომარეა თუ რა ოფიციალური თანამდებობის პირი არის ბიძინა ივანაშვილი ჯგანცეს ვინმე პასუხი ხო შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი თანამდებობა ეკაოს რომელი თანამდებობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი არის ის შეხვდეს სხვა ქვეყნის იმას რა ქვია ოფიციალურად შეხვდეს სხვა ქვეყნის პრეზიდენტს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს გამაგებიეთ ვინმე
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეობა ეს არის სიმბოლური თანამდებობა შიდა პარტიაში, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს არანაირ სახელმწიფო ოფიციალურ სახელმწიფო თანამდებობას. არ წარმოადგენს, არ არის არც პრემიერ-მინისტრის პოსტი, არც პრეზიდენტის, არც რასაც ქვია სახელმწიფო შიდა პარტიაში, თუ გინდა თქვენ მეფეთ აკურთხეთ, მაგრამ არაფერს არ წარმოადგენს. აგე რა ხატია წოწორია ამბობს პირდაპირ მაყურებელია, გეთანხმებით ხატია, ნამდვილად მაყურებელია. აი ზონის მაყურებლები რო არიან ციხეში, აი ესეა რა. და ყველამ კარგად იცის, რომ ალიევი ვერავისთან ბოლომდე გარანტირებულად სიტყვას ვერ შეათანხმებს საქართველოში, თუ აი მაყურებლიდან არ იქნა პირდაპირ ოფიციალური გარანტია მიცემული. და აი შეხვდა ახლა მე თქვენ გეკითხებით, დამისახელეთ ერთი სახელმწიფო. დედამიწის ზურგზე თუ კი არსებობს რომელიმე სახელმწიფო მსგავსი, ან მართლობითი ფორმა. სახელმწიფოს მართლობითი ფორმა. სადაც ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი. რაღაც საპატიო თავმჯდომარის იღებდეს გადაწყვეტილებას ქვეყნის ბედზე და პასუხს არ აგებდეს ოფიციალურად არაფერზე. იმ ქვეყნებში, სადაც მონარქებს, კონსტიტუციური მონარქიული ქვეყნებში, სადაც მონარქებს თუნდაც სიმბოლური კანონთან მიმართებაში სიმბოლური თანამდებობა უკავიათ, იქაც კი, თუ კი ვინმე ხვდება მეფეს, თუ კი ვინმე ხვდება დედოფალს, ეს ითვლება მაინც ოფიციალურ პირთან შეხვედრად. ვინა ეს ივანაშვილების სამეფო დინასტია აღდგა, რომელიც არ არსებულა, შეიქმნა საქართველოში. რაიმე ახალი რაღაცა გარღვევა მოინახა მართლობითი სტილის, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ჯერჯერობით ქართულ რეალობაში. ოფიციალურად ქურდული ინსტიტუტი, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი დაკანონებული იქნა პოლიტიკურ მართლობაში და ეს გახდა, რა ქვია, პაპი. და ბოზები ყავს იმათ ქვეშევრდომება, თუ რაშია საქმე ერთი ვინმე გამცემს ამაზე პასუხს. და ახლა ეს არაოფიციალური პირი, ოფიციალური პირი, თუ ოფიციალურად არაოფიციალური პირი, რო ქვეყნის ბედზე წყვეს და ყველამ რო იცის, რომ ეს ჩათლახი, ეს არის რეალურად ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. ელემენტარულ კითხვას სვამ, რას წყვეტს ეს? ვინმე წადი ერთი შენი კუკლა გამომივიდა აქ ესე რა ქვია. ელემენტარულ კითხვას სვამ ახლა. რაზე უნდა ელაპარაკათ ამათ? რა არის ახლა ამათი ლაპარაკის საქმე? ვინმე დავით გარეჯთან დაკავშირებით დაიწყებდა, ვინმე ლაპარაკს, ვინმე გაბედავდა და ვინმე ამ სულთანს ეტყოდა, თუ ხანს, ბაქოს ხანს ეტყოდა ვინმე იმას, რამეს შებედავდა საზღვართან დაკავშირებით? არ არსებობს, ის გადაცემულია, გაყიდულია და ვინც ამხელდა ოფიციალურად ხელისუფლებას გადაცემაში, ის მკვდარია და ეგერ ჯერ კიდე დაუმარხავი მიცვალებულია. არ არსებობს. აბა რაზე დაელაპარაკებოდა? საინგილოში აგერ ჩვენი მაინც ეს ხალხი ბიჭო ყველანაირად როგორი რაღაცნაირად უბედური ხალხი აღმოჩნდა რა, ეს საინგილოს ქართველობა კომუნისტების დროიდან
ყველა მოიცილა, მანამდე იყო რა დღეში იყვნენ, ახლა არის კიდე რა დღეში არიან და 6 წელიწადია. 6 წელიწადია. საინგილოს და დანარჩენ საქართველოს შორის ეს აზერბაიჯანული საზღვარი ჩაკეტილია. ჭირში, ხინში გადასვლა, გადმოსვლა ამ ხალხს არ შეუძლიათ. არავის ეს საქართველოსთან არ აინტერესებს. არავის ერთად ამას აღარ ბაქოში უნდა ჩავიდნენ და იქედან უნდა გადმოფრინდნენ. ან სადღაც უნდა ჩავიდნენ, ჩადნენ რიგში და იქედან უნდა გადმოვიდნენ და აქედან იქეთ ისე უნდა გადავიდნენ, იქით თორე აზერბაიჯანს ახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს. ბიჭო, ვინმეს? ჰერეთის ქართველები ხო? ბიჭო, ვინმეს? ოდესმე ამ ადამიანების ბედი. ოდესმე ვინმე ამ ხალხის ბედით დაინტერესებულა? ოდესმე ვინმე ეს ახსენა საერთოდ? ის კი არა, ვიდეოცა რომ გამოატანეს რაღაცა და საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა, ქართველებისთვის აქეთ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საინგილოდან და ჩვენ საქართველოში, ისიც კი არის მას არ აინტერესებთ. იმიტომ არ აინტერესებთ, რომ ანტიქართველები არიან ზემოთ. რა შეაინტერესებს ახლა ამ ურიას ქართველი ერის და ქართველი კაცის ინტერესები და ქრისტიანული ინტერესები. ამათ აქვთ ერთი სალაპარაკო, ფული. ფული, ბაბა. ფული აქვთ ახლა ამათ სალაპარაკო. ამათი მთავარი ამათი პრობლემა არის ახლა ის, რომ შუა დერეფანში ძალიან დიდი ნაკადები არის, ტვირთბრუნვის ძალიან დიდი ნაკადები არის დაგროვილი, რომელიც ადრე გადიოდა ირანზე. თურქეთზე, სხვადასხვა ქვეყნებზე, ანუ ერთი სარტყელი, ერთი გზა, ეს ჩინეთიდან მომავალი, რომელიც ჩაიკეტა ჩინეთიდან, რუსეთიდან ჩაკეტილი არის, სამხრეთიდან ჩაკეტილი არის, ხო და იქეთ რა ქვია, ერთადერთი ყელი რაც არის დარჩენილი ზღვაც უკვე პრობლემები არის, იქედან წითელი ზღვიდან გასასვლელი ხურსიტებმა ჩაკეტეს და ერთადერთი სახმელეთო გზა, შუა დერეფნის გზა, რაც არის დარჩენილი, ეს არის კავკასიის მიმართულება. კავკასიის დერეფანი. აი ამ დერეფნის ამბავში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ძალიან ბევრი საკითხებია დაგროვილი და ალბათ მაგისთვის ჩამოვიდა, რომ ეგ ამბები ახლა ჩვენთვის თუ არის მნიშვნელოვანი აზერბაიჯანის საქართველოს გარეშე აზერბაიჯანი როგორც სახელმწიფო ვერ განვითარდებოდა, ვერ იარსებებდა და ვერც დღეს ვერ გააგრძელებს მის ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ კი საქართველოსთან არ ექნა ურთიერთობა მოგვარებული. ბიჭო, გამოდით და თქვით, რომ თქვათ ეს ტერიტორია იჯარით გადავეცით, ხო? ერთი 10 წლით გადავეცით, 20 წლით გადავეცით, იმიტომ რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე როგორც გახდა ცნობილი, სამხედრო ბაზა გახსნილი. სამხედრო ბაზა, რომელსაც ებრაელები მართავენ. ყარაბახის ომის დროსაც ებრაულ აზერბაიჯანული კომპანია მართავდა უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით. შემთხვევით ამოტივტივდა ერთ-ერთ ამერიკულ შოუში. ეგ ინფორმაცია. ხო და მაგი მაინც უთხარით ხალხს. და ასე იმათ უსმინე ხათუნა იმას ჩემი ჩუბინიძის ამას მე არ გაგიჩნდა კითხვა შენი თანაპარტიელები დიდ ქართველებად როთვლი სამშობლოს გადამრჩელებად ეროვნული სულისკვეთების ადამიანებად და თურმე მაგენი არიან ნამდვილი პატრიოტები რატო არ ახსენებენ ერთ სიტყვას რატო არავინ არ დაწყებული იქ მაგ თქვენი ბლოგერი როა იქ ვარდოსანიძე და ის ყოველ მეორე წამწუთში რაღაცეებს წერენ და ქვია მიმართვებს და 2 წუთიან და 3 წუთიან ვიდეოებს თქვენი ტელევიზიის რატო არავინ არაფერი არ ახსენებს რატო არავინ კატეგორიულად ითხოვს ამას დასვი ერთი ეკითხვა შენ პატრიაში მე რატო წყინთ როდესაც მე სიმართლეს ვეუბნები რომ ესეთ მდუმარებაში ამ დროს მყოფი ადამიანებს ეროვნულობასთან და არც ღმერთთან არც ქრისტიანობასთან არაფერი არ აქვს საერთოდ არც აღდგომას არ იხსნება ბადრი ახლა ჩაკეტილი არის საზღვარი 6 წელიწადია არის აზერბაიჯანის საომარ მდგომარეობაში მას მერე რაც ყარაბახის ომი დაიწყო
დამთავრდა, ომი დამთავრდა, მაგრამ საზღვარი არ გახსნილა. და კიდე გახანგრძლივებულია. COVID პანდემიას აბრალებენ და ასე შემდეგ. თქვენ არ ხარ შენ ხო პარტიული? არც მხარს არ უჭერდი, მე მგონია მაგას და არც მაგების გულზე არ მეჩხუბებოდი, ხო? ხო, ახლა ყველა რო იტყვის სათქმელს და მაჭავარიანის შვილიც რო იტყვის იმას, რა ქვია, რომ თურმეო ეს კაცი მომგვდარაო და გამოიძიეთო, მე ალბათ ყველა თქვა, ყველაფერიო და ისო რა ქვია, ჩვენც უნდა ვთქვათ ალბათ. როგორც იმის რა ქვია 6 ივლისის მოვლენები იყო რა, 5-ში გქონდაო ჩვენ 6 ივლისი კი არავე ხო. LGBT-ები და ეგენ რო გამოვარდით. ეს არის ბლეფი. აი ირაკლი ჯანყარაშვილო, შენი დედას შევეცი პირადად. აი შენი დედას შევეცი. და შენ დედას შესცა იმ ალტინფომ კიდე. გაიგე? შენ პირადად შენ აი ხა კომენტარს რო წერ. გაიგე? და ყველა შენაირი გამპრავებელი ქოცის დედას შევეცი და ყველა შეუცლარიანო პუტანკა შენი დედა მოვწყან შენ. შე ბოზიშვილო, რამდენ სიბინძურეს ამ ადამიანზე ამბობდი და ყველაფერი რაც გქონდა გამოქვეყნებული, ყველაფერი რო წაშლილი გაქვს, იმიტომ დირექტივა მოგივიდათ, ეთყობა რომ წაშალეთ ინფორმაციაო, იმიტომ რომ ის კაცი უნდა მოეკლათ, მაგრამ სკრინები და ვიდეო ამოღებულია აგერა მაგ ყველაფერი, შე დედა მოწყნულო. შენაირი ბოზიშვილი ადამიანი მეორე ოცლარად ვისაც გინდა იმას მიეყიდები. თუ დაგავიწყდა იმაზე რომ დარბოდი, ჩამოთესლილი რო იყავ იმაზე მაშინ ლიბიაში რო ქართველი მეზღვაურები იყვნენ დარჩენილი და ჩვენ რო ერთი ამბავი ავტეხეთ და ჩამოაყვანიეთ სამინისტროს იქ რა როლი შეასრულე, შე ვირთხა, შე ბოზიშვილო, შე ოცლარიანო კიკუ. და ყველა თქვენი ტროლბოტის და ყველა თქვენი გამპრავებლის დედას შევეცი, თქვენ ადამიანი არ გაინტერესებდა, თქვენ ქვეყანა არ გაინტერესებდეთ. და თქვენი საქმეა ასე ერთი მეორეს გადაკიდოთ ხალხი და იყოთ თვითონ ამაში აიღოთ ფული. შენი დედა შევეცი მე. კაცმა რა მოგწერა და გახყარებულმა ბედნიერმა უპასუხე დიტო ჩუბინიძეს 1000 სიბინძურეს რო იმაშვებოდი. ნაგაო შენი დედა მოწყალ მე შენ. შათალახო არა კაცო, ენა მაინც გააჩუმე შენი დედა მოწყალ მე. აგერ არ მქონდეს ახლა იმაში მთელი შენი ნავაშკაცარი ფაილები, აგერ სუში რა არის? რა გაქვს ნავაშკაცარი? თუ არ ვიცოდი, ახლა სანდრო ბრეგაძეს რო ოცლარზე ურეკავდი, იქეთ იმას რა ქვია, ხან ინაშვილთან იყავი ოცლარზე შემძრალი, ხან ნაცებთან იყავი შემძრალი და ახლა როგორცნაირად მოგცენ სამსახური. ისე შენი დედა შევეცი რამდენი გვერდია ხო დარეპორტებული ხო ისე მოგიტყან გამზდელი მე შენ ისე შენი დედა შევეცი მე შე ოცლარიანო პუტანკა შე ოცლარიანო კოცო შე ტერმინალის პრობლემა რა იმ ალტინპოსტთან შენ არ იყავი შემძრალი შენ დედა შევეცი იმ ალტინპოსტთან და ვასაძესთან შე დედა მოწყნულო შენ არ იყავი იქ ჩახუტებული რო იყავი, სურათებს რო დებდი? აგერა, ხათუნა, თქვენიც მაგაცი იყო, ჯანყარაშვილი. აგერა, ვასძესთან და ამათთან თქვენ ლიდერებთან ერთად რო ბედნიერი იყო და რო კონსერვატორობდა და რო ეროვნული იყო. ახლა რო ესაა, რა ქვია, ქოციროა, ვითომ. ამას ფული მიეცი, ხვალ ის გამოვა, რა ქვია, ქუჩაში ჩაიხდის პირდაპირ და სიყვარული არის სიყვარულის დაიძახებს. აი ესეთი ბოზიშვილები ყავთ ქოცებს. კოლექტიური რამიშვილები, კოლექტიური ჯანყარაშვილები, კოლექტიური ნაბოზარი ისა რა ქვია. ჩხარკავები და მთელი ეს საბოზეთი. დედა მოწყან თქვენ ოფიციალურ არა ოფიციალურ აი ესა ამათი ისა რა ქვია აი ამათი სახე პოსტი დავწერე უბრალოდ რა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მთელი ეს საკოცეთი
აი მთელი ეს საკოცეთი შემოვიდა მკვდარ ადამიანზე. რომელი ადამიანიც, ბიჭო? რომელი ადამიანიც? დავით გარეჯის თემის გამო იქნა მოკლული, რატო უნდა ამას ლაპარაკი? ადამიანი მკვდარია, ჯერ არ გაციებულა, დამარხულა კი არა, არ გაციებულა ადამიანის სხეული. ექსპერტიზაზე ყავს გადამჟავი, ახლა რას დაწერენ იქ თავიანთი ამათი ექსპერტები და ამათ შეხედი, ამათ შეხედი. აი მე ნაცებს რო დაცინიან. აი ეს კოლექტიური ჯანყარაშვილები და კოლექტიური დედამოწყნულები ესე. ცოდვა კი არა, ჩემო ძმაო, ცოდვა კი არა. აი დიმიტრი პირდაპირ გეუნები რა. ბიძინა ივანიშვილის თამადობით. ბოლო კოცი რო დარბის და აი ეს დედამოწყნული კოცები კიდე რო ვითომ კოცი არაა, მაგრამ ივანიშვილს ვენაცვალე გულში. აი ცოცხლად რო ვნახო. ადუღებულ გუდრონში ჩაყრილი, რსული ძრებოდეთ, თუ ოდნავი გამიჩნდეს ადამიანური გრძნობა ძაღლიშვილები. თუ გამიჩნდეს, და ამათი ურია არა ადამიანი დედა შევეცინე. გაიხარე ძმაო, გაიხარე. დაგიწყებენ ახლა. აღდგომის კვირა მარხბა როგორ იგინები. კაცი მკვდარია, იცილიან, ხარხარებენ, ტაშპანდურია გამართული. და კაციშვილი ხმას არ იღებს. თურმე შეიძლება. არ ვიშლება აი ნერვებს უბრალოდ ვამხელ. აი ამათ ნაგავ, ანუ წაშლილი არა აქვს პოსტები გვერდი აქვს დარეპორტებული. თურმე. კაცი შეგვერდი სპეციალურად რომ ამდენი სიბინძურესად ეწერა. ამ პერიოდში რო არ ამოტივდებულიყო. ამანაც და მისმა ბოზიშვილმა ქოცობამაც. იმიტომ რომ კაცის მოკლა იყო დაგეგმილი. და არ უნდათ, რომ სადმე მტკიცებულება ყოფილიყო, რამხელა სიძულვის ზიზღს და ლანძღვაგინებას იჩენდნენ ამ გარდაცვლილი ადამიანის მიმართ. მაგრამ არა უშავს, სკრინები და ვიდეოები ყველაფერი აღებული და აგერთებს მტკიცებულებად. და დედა თქვენებს ააფარეთ. რამიშვილის თამადობით თქვენი დედა შევეცინე კოცებო. თქვენი ჯიში დაჯილაგი მოვტყარ. მე და თქვენზე კაის მთქმელის დედა მოვტყარ. ის ხაზ რამიშვილი და ჯანყარაშვილი კაცი გონია კიდე. და მათნაირი ტაშის მკვლელი. ჩხარკავა ნაბუზუარის თამადობით კიდე. აი გეუბნებით რა, ეს ქვეყანა ყველას ამათ უნდათ ფული საშოვნად. შეპესე საქართველო. ებრაელების მიერ, ურიების მიერ შექმნილი შეპესე საქართველო. სადაც საქართველოს და ქართველი კაცის ინტერესები უნდა იქნას განადგურებული და უნდა იქნას ეს ურიების ისა რა ქვია მამამთავარი ივანაშვილი უნდა იქნას წმინდანად შერაცხული გამოცხადებული ქვეყანაში დანარჩენი ყველა მეორე და მესამე ხარისხოვანი. ერთი პატრიარქის ავტორიტეტი უშლიდა დღეს და პატრიარქის მკვდარია ახლა და მორჩა და დამთავრდა. აღარავინ აღარ უშლის ხელს. ხო, ამიტომ შეგიძლიათ წმინდანად გამოაცხადოთ. წმინდა ბიძინას ხატი და დაწეროთ და დაждეთ და ილოცოთ ყოველ დილას აღამოს, რასაც თქვია. ბიძინა ივანაშვილის სახელს. ხო. მე კიდე აი ამ ერთადერთი აი ამის რეალობის თქმა შემიძლია, ამის თქმა შემიძლია და იმის თქმა შემიძლია კიდე რომ რა თუნდა ახლა სად არ ვიცი მე სად დედის წყნაშია მანჯავიძე და სად არიან ის ხუინდრავა და სად არიან რა ქვია რა გვარია ისა მამრაძე და ეს ბოზიშვილები სად არიან რომლებიც 1000 ბინძურეს ამბობ გამოიყვანეთ ერთ და სად ახარ თქვენი დედა მოვტყარ მე ერთად აღებული მკვდარია ის კაცი ამდენ უბედურებას რო უგორებთ და ამდენ სიბინძურეს რო უგორებთ ამოდა რატო არ იყო თქვენს არც ერთი მოგვარდა ხო პრობლემა აღარა ადამიანი ცოცხალი აღარა პრობლემა ქუჩაში ხო არ კლავენ ნაცების დრო ხო არა ვითომ მევაფინანსებდი იმ ნაცებს რამდენი ლარიც აქვს ივანაშვილს მიცემული პირადად სააკაშვილისთვის და ნაცებისთვის იმდენჯერ შესცა ქართველმა ერმა თქვენ დედებს თქვენ ბოზიშვილებო აი ივანაშვილის თამადობით აი იმის თამადობით სააკაშვილზე მის ცოლზე მის მინისტრებზე მის ჯალათებზე და მის მწამებლებზე რომელსაც მოასუფთავებია საქართველოში ველი იმისთვის რომ თვითონ გამეფებული მე გავყიდეთ რატო გავიყიდეთ თავი რატო გავიყიდეთ რატო უყვარს ადამიანს ფული და ტყუილი
და რატო არ უყვარს სიმართლე და მართალი ადამიანი და გაჭირვებული თუნდაც სულ შენ თვითონ თუ არ გაყიდი ვერავინ ვერ გაგიყიდის ათახლა ეს პოლიტიკურად ისაუბრეთ ამიტომ მეზიზღება ეს ყველა ეს თამაში შუბი ხალთაში არ იმალება და საქართველოში მით უმეტეს აი ეს ფსევდოეროვნულები რო გამოხდებით აგერ და დაიწყებთ და თუ ვინმე ამ დამპალის სისტემის მომხრე არა ან ქოცის ტრაქში არა შემძვრალი ან მისი განშტოება პარტიების ტრაქში არა შემძვრალი ყველა ცუდია და ყველა ცუდი ქართველი მე ცუდი ქართველი ვარ დიტო მყავდა დიტო ცუდი ქართველია 1000 პროვოკატორი იყო შემოხტარი ლანძღავდა ეგ იმას რა ქვია დაველაპარაკები ნიკოლოზ ჟავანაძის ნაირი ასე ისე ატყდება ცივილკივილი გინდა აქ იყოს გინდა იმ მოსკოვში გაუშვეს იმ კაცს სისხლი თუ ვინმე განსხვავებულია ამათი ტრაკის მბანველია რა ყველა ცუდი ვართ თუ რომელიმე პარტია მაინც დაგიცავს და აი ეს სისტემაა გამურია შექმნილი აი ეს არის და ეს ურიების მართული საპატრიარქო კიდე საერთოდ არ ინტერესდება იმით რა ქვია ძაღლმადიდებლობითაა დაკავებული ძაღლი სადმე ხო არ გალახეს ძაღლს რამე ხო არ მოვიდა სადმე ეგია საქართველოში ნომერ პირველი ნიუსი ასია და ეს ამას აკეთებთ თქვენ აწი ამის მერე როცა ადამიანი წამოგაზახებთ იმას რომ 3 დღეა ადამიანი მკვდარია გაურკვეველ ვითარებაში და ხმას არ იღებთ და მე ადგებით და მე ხმას ამოიღებთ და მე პოსტებს დაწერთ და მე ამას ისე მე მაგას არ აქვს ფასი იმიტომ არ აქვს ფასი რომ მაგას აკეთებთ თქვენ მოვალეობით და იძულებით და ვინუშდენ იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც არ ემორჩილებიან სისტემის დაწერილ კანონებს და იღებენ ხმას და თქვენ ბიჭო თქვენნაირების დუმილით გაიცა ქრისტე თავის დროზე და არა რა ქვია საშიში არც მტერი და არც მოღალატე ხო აი მტერია ან მოკლავს მოღალატია გიღალატებს და ყველაზე მეტი საშიში არის აი ესეთი ჩუმალა პირში წყალჩაგუბებული ხალხი იმიტომ მაგათი თანხმობით ხდება ყველაფერი და უფრო მეტი გაправებით ძაღლი მიგაკვდა სულში დიდი ამ პატარიანად მართლა ნაბოზოების მოდგა კარგი ჩემო ნახდათ არ მქონდა თავი ეს 2 დღე ისე იმოქმედა ამ კაცის გარდაცვალება და ამან ის უბრალოდ რაც საქართველოში ხდება ამ ყველაფერმა ხო არა მაქვს თავი და რაც უმთან დაკავშირებით ბლოგებს რასაც ვაკეთებდი გავაგრძელებ რა იცოდით ამათი სახე ეს არის რა გნებავთ ქალბატონო ნანა ჟავანაძე მომწონს არა შეყვარებული ვარ მოწონება და სიყვარულზე არ არის აქ საქმე არის ადამიანი პოლიტიკაში ვინც აკეთებს საქმეს არის ადამიანი ვინც აფუჭებს საქმეს და არაფერს არ აკეთებს ეს ადამიანი არის იმისთვის რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი შედგეს აღდგეს რომ არ იყოს ეს უბედურება და აკეთებს მის საქმეს და ესაა რომ თქვენ გიხეთქავთ გულს თქვენ ალბათ კიდე სხვა დანარჩენებს ვისაც არ უნდა არც საქართველოს და არც ქართველიერის მშვიდობა და არც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა და ვისთვისაც დისკომფორტი არის ეს დიალოგი და ეს ფსევდო რუსულ ქართული ურთიერთობების მომგვარებლებისთვის ეს არის პრობლემა გინდა ჟავანაძე აკეთებდეს მაგას გინდა აი ნებისმიერია იყო ოღონ აკეთებდეს შედეგს დებდეს ვისთან პიროვნულად რა დამოკიდებულება აქვს და როგორი ურთიერთობა აქვს ეს არაა სამშობლოსთვის მთავარი ჩემთვის მტერი რო იყოს ჟავანაძე მიუხედავად იმისა რომ ამ ადამიანთან მშვენიერი და ადამიანური ურთიერთობა გამაჩნია და არც არასდროს დამალე მათ შორის მაშინ როდესაც ალტინფოზე ტელევიზიაში მუშაობდა მიყავდა და მთელი ალტინფომ ლანძღავდა და იმუშავებდა მე არა ვარ ადამიანი რომელიც მაგის გამო ადამიანს იმუშავებოდა რა ქვია შენ იქ მუშაობ და ტელევიზიაში ხარ და ესა ხარ და ეგენი მე ლანძღავის ავადმყოფობა არ მახასიათებს მე მტერიც რო იყოს ნიკოლოზ ჟავანაძე ჩემი პირადი მტერი
სამშობლოსთვის იმდენ ისეთ კარგ რაღაცას აკეთებს და იმდენ ამას აკეთებს, რომ იმას ვინც გალანძღავს და ვინც მასთან ლაპარაკის გამო ესეთ რაღაცას გააკეთებს, ის არის უსინდისო და ნაძირალა ადამიანი. აი ეს ასიმართლე. ეგა